ფერისვალებას გილოცავთ. აი მზე ამოდის. ეს ასაულია. ჩვენ სამეცხვარეოზე ვართ. ეს არის იმერეთის ყველაზე მაღალი წერტილი. ალპური ზონა. აი ჩვენი ბანაკიც აქ არის. ნახეთ რა გარემოა. და აი მზე როგორ ამოდის. თქვენს მინდა იხილოთ მზის ამოსვლა, ამიტომ ვარ პირდაპირ ეთერში. მადლობა ყველას, ვინც უხელ ნახა ჩვენი გადაცემა. და ეხლა ეგერ ყველა იღებს მზის ამოსვლას. ბაბი შენს გინდა ნახო ბაბი. აუ რა სასაულია. როგორ ამოგორდა მთაზე. აქედან წავალთ რკინის ჯვარზე. ეხით 1-2-3 საათი სავალი. და აი ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. ეს არის ჩვენი ბუნება ხარაგაული, რკინის ჯვარი. 2600 მეტრზე მეტი ზღვის დონიდან ალპური ზონა. სამეცხვარეო ქვია ამ ადგილს. 2000 წლიდან ჩვენ რკინის ჯვარი ვაქციეთ დიდი შეხვედრების ადგილად. ეს ყოველთვის ფერისვალებას ხდება. რკინის ჯვარი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მათათამ რკინის ჯვარი აღმართეს პირველი საუკუნის, დიახ ბატონებო, პირველი საუკუნის 30-იან წლებში. აი როგორ ამოდის მზე. აი ამ მწვერვალებზე ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში აწყობილი ბოლეროთი ავედით. აქ მაშინ საერთოდ ვერ მოძრაობდა ტრანსპორტი, მაგრამ ბოლერომ ეს შეძლო. სამწუხაროა, დღეს საავტომობილო ქარხანაში მხოლოდ ჩინური ქოლაქია, სოფელია და მანქანის ნატამალი არ არის. საქართველოს ტყეებში მოჭრილ ხეებს ამუშავებენ უბრალოდ და როგორც მორევი ასე გააქვთ საქართველოსთან. ნახეთ მზის ამოსვლა. სასაულია. აუ როგორ ამოვიდა. დიდი მადლობა ბატონ ნუდარ, თქვენს დაესარით მრავალს. ბატონ ნუდარს ბოლეროც ახსოვს, კარგია. აი ამ ქვეყნის შვილები ვართ ჩვენ. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ერთმანეთს ვმტრობდეთ, ან ღარიბად ცხოვრობდეთ. მდიდარ ქვეყანაში ღარიბად ცხოვრება დანაშაულია, სირცხვილია. ბატონ ნიკოლოზი, თენგიზ ბატონო, თენგიზ დიხამინჯია. მიესალმე ბატონო თენგიზ.
შვიდობის დილა უსურვეთ, ფერისვალება მიულოცეთ საქართველოს. ბატონ თენგიზი გახლავთ პირველი მრავალპარტიული პარლამენტის წევრი მრგვალი მაგედიდან და ძალიან დიდი პოსტიც ეჭირა, კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბატონის ვიად გამსახურდიას განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა. იქეთ ბატონ თენგიზ ნახეთ ლექსებზე ფიქრობს ჩვენი პოეტი და იურისტი ნიკოლოზ მებაღიშვილი. ეს ხარაგაულ ბურჯომის პარკს ეკუთვნის ყველაფერი. ეს არ მოუდგენელი სილამაზეა, არ ვიცი როგორ ჩანს ახლა როცა თქვენ უყურებთ, მაგრამ ეს არის რაღაც არ მოუდგენელი. მომდევნო წელს განსაკუთრებულ ასპარეზს ვაპირებთ. ლიტერატურული საქართველოს რედაქტორი ჯუბა ღებელი უნდა ყოფილიყო დღეს, მაგრამ აუცილებელ მიზეზთა გამო დღეს რაჭაშია თავის მშობლიურ სოფელ ღებში და მომდევნო წელს კი ვაპირებთ რომ მისი ლიტერატურული საღამო გავმართოთ აქ. აი აკაც როგორ 4-5 წუთის განმავლობაში როგორ ამოიწია მთაზე, როგორ ამოდის ნათება როგორც იტყვიან. ჩემს ბაბისთან ერთად ვარ ამოსული. ბაბი, შენც ნახე ბაბი. რა ნისლია ჩაწოლილი მთებში. ასასაულია, ასასაულია. რა ხაერია, რა ქვეყანა გვაქვს. უთვალავი ფერით მართლაც. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონებო ფერისვალებას. სწორედ ამ შემოსვლით იწყება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ქრისტიანობასთან დაკავშირებული ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მათათა პირველი საუკუნის 30-იან წლებში. იმის შემდგომ ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ იცვალა ფერი საქართველომ. 21 საუკუნეა მესამე ათასწლეული. კვლავ პრობლემებში ვართ. ვდრობთ ერთმანეთს. მაინც სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს. სიმდაბლით ამაღლებაა საჭირო, საკუთარ თავზე გამარჯვებული ხალხი და რა სხვის წინააღმდეგ მებრძოლი. ასეთი ხალხია საჭირო. ღმერთო ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით არ იქნება და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით. სიკეთე გქონდეთ, მაგრად ვიყოთ. ბიბლიურია მეცნიერთა კონგრესის მთავარი მიმართულება, რომ მთავარში ერთობა, მთავარი სამშობლოა, სადავოში თავისუფლება, პოლიტიკური ხედვა სადაოდა, მაგრამ ყველაფერში სიყვარული. ესა მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი სიყვარული. სიკეთით იყავით. გვეცვალოს ფერი უკეთესობისკენ. ძლიერ ქვეყანაში გვეცხოვროს, სიკეთით გამარჯვებულ ქვეყანაში გვეცხოვროს, სიკეთით გამარჯვებულ. არა პოლიტიკურ პარტიათა გამარჯვებულ, არამედ სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში, ჩვენ სამშობლოში, საქართველოში. მაგრად იყავით, კარგად იყავით. ფერისვალებას გილოცავთ. აქედან მევემგზავრებით რკინის ჯვარზე.